Yomshidobis მოგესალმებით, დავბრუნდით პირდაპირ ეთერში და რა თქმა უნდა სტუმართან ერთად ვისაუბრებთ საინტერესო თემაზე და მნიშვნელოვან თემაზე. შემოგვიერთდა ლაშა პატარაია, კიბერუსაფრთხოების ექსპერტი და ჩვენი სასაუბრო თემა იქნება ხელოვნური ინტელექტი და მისი გავლენა საზოგადოებაზე. დილომშვიდობის ლაშა. სტუმრობისთვის იმისთვის რომ ხართ დილიდან ჩვენთან ერთად. ხელოვნური ინტელექტი ეს არის თემა, რომელმაც მოიცვა ყველა სფერო, ჩვენ გვაქვს ხოლმე სხვადასხვა კუთხით ინტერნეტ სიახლეები და ვამბობთ ხოლმე რომ ფაქტიურად არ დარჩა სფერო, სადაც წამყვანი როლი არ უჭირავს ამ ყველაფერს. პირველ რიგში დავიწყოთ იმით თუ რა გავლენა აქვს აი ამ მომენტში დღესდღეობით ხელოვნურ ინტელექტს ყოველდღიურ ცხოვრებაში, ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაში. ხო, მართლაც სწორედ აღნიშნე ყველა ასპექტი ჩვენი ცხოვრების უკვე მოიცვა AI-მ და ის რაც დარჩა ძალიან მალე იქნება ათვისებული და თანაც ისეთი მასშტაბებით, რომელიც ჯერ კიდევ წარმოუდგენელია ჩვენთვის. განვითარების დონე AI-ის და დინამიკა არის ძალიან, ასე ვთქვათ, ინტენსიური. სწრაფად მზარდი, ხო? და ველოდებით ძალიან მნიშვნელოვან გარდატეხას უკვე 2-3 წელიწადში. ეხლაც თუ დააკვირდით, ძალიან სწრაფად მოხდა ამის აღმოცენება, განვითარება. AI თავისი ნატურალური ფორმით დიდი სიახლე არ არის ამ სფეროში, იმიტომ რომ მანამდე ეს იყო მანქანური დასწავლის სახით და ამაზე 10 წლების განმავლობაში მუშაობდნენ. თუმცა ის რომ უკვე ხელმისაწვდომი გახდა სამოხმარებლო დონეზე და ჩვენ შეგვიძლია ჩვენს ყოველდღიურობაში თუნდაც ChatGPT-ის დონეზე და სხვადასხვა აპლიკაციების საშუალებით გამოვიყენოთ, ეს რა თქმა უნდა პოზიტიური სიახლეა, მაგრამ ძალიან ბევრი ფიქრობს ამ ყველაფრის ნეგატივზე, იმიტომ რომ ჩვენც ბევრი გვისაუბრია სხვადასხვა თემებზე და ვიცით რომ ტექნოლოგიები არ არის უფასო. ანუ ყველა ეს კომფორტი და ეს ბენეფიტი რაც ჩვენ გვეძლევა, ეს იქნება უსაფრთხოების ჭრილში თუ ბიზნესის, რაღაც კონკრეტული ფასი ჯდება და ეს არ არის რაღაც არ უნდა მივიღოთ უბრალოდ მოცემულობად, ხო? ეს აპლიკაციებიც, რომელიც ერთი შეხედვით ძალიან ხელმისაწვდომია, თუ სურს რომ სრულყოფილი მომსახურება მივიღოთ ხელოვნური ინტელექტისგან, ამაშიც გარკვეული საფასური უნდა გადავიხადოთ. კი, უბრალოდ ჩვენ შემთხვევაში საფასური გაცილებით მეტია ვიდრე თანხა ან რაღაც კონკრეტული მატერიალური აქტივობა. ჩვენ შემთხვევაში საფასური შეიძლება იყოს ჩვენი პროფესიები, ჩვენი კარიერა, ყველაფერი ის, რასაც აქამდე მიჩვეულები ვიყავით. ყველა ვინც ამ ინდუსტრიის მთავარი მოთამაშეა, თან ხვდება იმაზე, რომ მომდევნო 1 დეკადაში არა მარტო ტექნოლოგიურად შეიცვლება რაღაცები, არამედ ამ ტექნოლოგიებიდან გამომდინარე შეიცვლება ჩვენი ყოველდღიურობა. ანუ ის ფორმაციები ურთიერთობის, რასაც ჩვენ აქამდე მიჩვეული ვიყავით, ეს ყველაფერი შეიცვლება. შეიცვლება იმიტომ, რომ დაიკარგება პროფესიები. თუმცა გაჩნდება ახალიც. და შეიცვლება მიდგომები ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით, რაც ეხება ტექნოლოგიებს. ეს საფრთხე ძალიან აქტუალურია ბევრისთვის. ანუ ამის დაშვება, რომ თუნდაც ადამიანური რესურსი შეიძლება რამდენიმე წელში ჩაანაცვლოს, ხა სრულად რა თქმა უნდა ვერ ჩაანაცვლოს, მაგრამ ნუ დიდი დოზით მაინც ხელოვნურმა ინტელექტმა. ჩაანაცვლების ძალიან დიდი რისკი არსებობს და პლუს AI არ უნდა განვიხილოთ ცალკე ერთ მიმართულებად. AI-სთან ერთად ძალიან სწრაფად ვითარდება ასევე რობოტექნიკა, ალბათ ადამიანებს თვალს, საყოფაცხოვრებო დონეზეც კი ძალიან განვითარდა, ხო, იგივე Tesla-ს რობოტები და კიდე რამდენიმე დიდი კომპანია, რომელიც პოზიციონირებს ასე ვთქვათ ამ ინოვაციების სამოხმარებლო სექტორში შეტანაზე. ანუ წარმოების პროცესში მთლიანად შეიძლება უკვე ჩანაცვლება და როცა ლაპარაკობთ პროფესიებზე, მოდით დავფიქრდეთ რას აკეთებს ახლა AI და პროფესიებისგან ჩვენ რა გვჭირდება, ხო, კონკრეტული პროფესიებისგან. ავიღოთ მაგალითად იურისტები, ან ავიღოთ ფინანსისტები. ხო, პროფესია როგორია? ძირითადად ჩვენ მათი საჭიროება გვაქვს, მათი ცოდნის გამო, ხო? ანუ ერთდროულად ძალიან, ასე ვთქვათ, ბევრი კომპლექსური ინფორმაცია არის გარჩეული, ვეყნობით მათ გამოცდილებას, თუმცა მაინც არის ადამიანური შეცდომის ფაქტორი. ანუ როცა ჩვენ ვადარებთ მაგალითად ორ იურისტს ან ორ ფინანსისტს, ორივე ხელმძღვანელობს თავის გამოცდილებით ცოდნით დაგროვილი ინფორმაციით, მაგრამ მათ შორის რეიტინგები რო შევადაროთ, ჯობია ის, ვისაც ნაკლები ადამიანური შეცდომა აქვს, ხო? ვისაც კარგად ახსოვს მარტივად ვთქვათ. მაგალითად, ერთ-ერთი კომპონენტი არის მეხსიერება. AI-ის შემთხვევაში ეს პრობლემა იხსნება, ანუ მას ვერ ექნება ადამიანური შეცდომა, ანუ human error-ი არ აქვს, ხო? ის ინფორმაცია, რაც კონკრეტულ პროფესიას აქვს, შეიძლება საუკუნეების განმავლობაში დაგროვილი, ასე ვთქვათ, მთელი ეს არქივი AI-ის მარტივად რო ვთქვათ, ვაჭამოთ, ანუ მივცეთ, ვასწავლოთ და AI ხდება უკვე კონკრეტული მანქანა, კონკრეტული GPT, კონკრეტული რაღაც, უკვე ხდება უფრო ეფექტიანი ალტერნატივა იურისტის, ფინანსისტის, ანუ ისეთი ტიპის პროფესიების,
სადაც ჩვენ მათი საჭიროება გვაქვს მონაცემთა გამო. აქ არ არის საუბარი არტზე, რაღაც კრეატიულ პროცესზე. თუმცა მაგალითად აი გრაფიკულ დიზაინში ასევე შემოვიდა AI სერიოზულ კონკურენტად და ეს პროფესიაც უკვე პროგნოზირებულია, რომ 80% ჩანაცვლება ინსტრუმენტებით, იმიტომ რომ მეორე მხარეს დამქირავებლების პოზიციაც ასეთია, ხო? ანუ მათ ჭირდებათ კონკრეტული ამოცანის ძალიან სწრაფად და ძალიან იაფად შესრულება. და თანხას რომ თავი გავანებოთ, ეფექტიანობა გაცილებით მაღალი აქვს AI-ის ვიდრე ადამიანს, ხო? იყო შემთხვევები, როდესაც სცენარიც დაიწერა ამის გამოყენებით და ასევე წიგნიც, რამდენადაც მაქვს ინფორმაცია. თუმცა შეუცვლელი არის წყალი მეგობრებო, ხო? ეს სტუმარს მიირთვით ეს რაღაცის გარეშეა, ხო? კი, ბრომატის გარეშე, სრულყოფილი ცხოვრებისთვის წყალი ძალიან მნიშვნელოვანია და მართლაც ვერაფერი ვერ ჩაანაცვლებს, იმიტომ რომ წყალზე შეგვიძლია დაგპატიჟოთ სრულად ნატურალური მინერალები გაჯერებული მთის წყალი დილით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ლაშა, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია კიბერუსაფრთხოების კუთხით განვიხილოთ ხელოვნური ინტელექტი, ხო? თქვენ რადგან ამ სფეროს წარმომადგენელი ხართ, პირველ რიგში აუცილებელი და ხაზგასასმელია ეს მიმართულებაც. როგორ შეიძლება ამ სფეროში გამოვიყენოთ ხელოვნური ინტელექტი და რა დადებითი ან უარყოფითი შედეგი ჩვენ სფეროშიც იცვლება, ხდება ამოცვლა პროფესიის, გარკვეული კადრების და პოზიციების და თავად ტექნოლოგიებსაც ებრძვის ხოლმე ხშირად ეს ახალი ტექნოლოგიები. ებრძვის როცა ამოწევს ისეთ განაცხადია, რომ რეალურად ამას თავის ბენეფიტებს გააჩნია, ხო? კიბერუსაფრთხოებაში მაგალითად AI-ს ძალიან კარგი გამოყენება აქვს უკვე პირველი დონის ინციდენტების გარჩევაში. ანუ თუ ადრე ამისთვის საჭირო იყო ადამიანი, რომელიც იჯდა, ანალიზებდა ლოგებს, ჩანაწერებს, პოტენციური შეღწევის ანომალიებს და ამით ადგენდა რაღაც ინციდენტს და მე ფიქრობდა თუ რა გაეკეთებინა, როგორ დაემუშავებინა ეს ინციდენტი, აი ამ პირველ დონეს უკვე მაგალითად თავისუფლად ართმევს თავს AI. ისევე როგორ ძალიან ბევრ ამას, ანუ უსაფრთხოებაში კარგი პოზიტიური ასე თქვა დღის წესრიგი უკვე შემოიტანა და ეს კიდევ და კიდევ უფრო გაიზრდება, მაგრამ ხომ მეორე მხარე გავიაროთ, ხო? AI-ის გამოყენება უკვე შესაძლებელია ავტონომიურად. NVIDIA-ს წყალობით განვითარდა ახალი ტექნოლოგიები და თქვენ სახლში შეგიძლიათ საკუთარი ავტონომიური მანქანა გქონდეთ ძალიან იაფად. ანუ თქვენ შეგიძლიათ კონკრეტული მოწყობილობა, შეგიძლიათ კონკრეტული მოდელი AI-ის და თვითონ გაწვრთნათ რაღაც იმართულება მისცეთ და ინტერნეტის გარეშე ავტონომიურად თქვენს ლოკალურ ქსელში გქონდეთ AI. ეს შეუძლიათ ჰაკერებსაც. და შესაბამისად როგორც უსაფრთხოებას, ისე ჰაკერებს შეუძლიათ ავტომატიზაცია იმ ამოცანების, რაც აქამდე ხელით კეთდებოდა, რაც აქამდე მოითხოვდა დროს და იყო ნაკლები სიზუსტე. ახლა ეს საფრთხეები უფრო გაიზრდება. მე ველოდები, რომ კიბერუსაფრთხოებაში ძალიან გაიზრდება, მაგალითად, მომხმარებლებზე შეტევა. ჩვენ ბევრჯერ გვისაუბრია ხოლმე სხვადასხვა ტიპის თაღლითურ სქემებზე, ფროდზე, ფიშინგზე, სოციალურ ინჟინერიაზე. ეს ყველაფერი მაინც მოითხოვს მონაცემთა დამუშავებას, დროს, манипуляციას, ფიქრს და კრეატივს და AI-ის საშუალებით ფიქრის ნაწილი მოგვარებულია და ასევე ავტომატიზაცია. შესაბამისად, ეს შეტევები, რომლებიც უკვე ძალიან გაზრდილი არის, დრამატულად გაიზრდება AI-ის პირობებში. თავარი და ეგზისტენციონალური საფრთხე არის და თქვენთვის როგორც მედიისთვის ეს იქნება ძალიან აქტუალური, ეს არის დეзинფორმაცია. ანუ არა მხოლოდ მის ინფორმაცია, არამედ პირველ წყარო, როგორც დეзинფორმაციის წყარო. AI-ისთვის ძალიან ადვილი იქნება უცებ აწევა რაღაც fake news აგენტოსი. რაღაც დამაჯერებელი მაგალითად დღესაც ძალიან მარტივი იყო ეს ყველაფერი იქნებაზე რომ არ ვისაუბროთ ამერიკის შეერთებულ შტატებში როდესაც ეს ხანძარი მძვინვარებდა ძალიან ბევრი ისეთი ვიდეო გავრცელდა თითქოს მართლაც მთელი ამერიკა გადაიწვა და ძალიან ბევრს სამწუხაროდ სჯეროდა კიდევაც ამის და ვერც კი ახერხებდა რომ გაემიჯნა ერთმანეთისგან ამ შემთხვევაში ეს ცალკე кейსია იმიტომ რომ კონკრეტული ადამიანები არიან, სოციმედიაში ალბათ გინახოთ ბევრი fake, ასე ვთქვათ, ვიდეო, თქვენ როგორც ტელევიზიის, ასე ვთქვათ, სტაფს უფრო გამახვილებული გაქვთ თვალი და ადვილად დაიჭერთ ხო რაღაც უზუსტობას, მაგრამ მომხმარებლები ამას ვერ იჭერენ და ალბათ დაგიფიქსირებიათ, რომ ბევრი ამას რეიტინგის გამო აკეთებს რაღაცა არა თემატური ვიდეოა, საერთოდ, მაგრამ ვიზუალურად სანახაობრივია. ზოგისთვის ეს ნახვების რაოდენობა ძალიან კრიტიკულია, ხო, სოციმედია ბიზნესში. ძირითადად ეს ხანძრებსაც ეხებოდა, ეს იყო მათი ასე ვთქვათ არხების რეიტინგის გაზრდას ამსახურებოდა, მაგრამ გენერაციული AI, რომელიც უკვე ვიდეო კონტენტს ქმნის სრულფასოვნად, ხო, რომელიც შეუძლებელია ჩვეულებრივ მომხმარებლისთვის რომ აღმოაჩინოს, რომ ეს არის ყალბი და მათ შორის აუდიოც,
ეს ქმნის ძალიან დიდ საფრთხეს. ანუ ერთი მხრივ შეუძლიათ რომ დააგენერირონ ავთენტურად მსგავსი რეალური ვიდეო, კონკრეტული კადრის რაღაცა შეიძლება ეს იყოს ქალაქის რაღაც ვითარების ესკალაციის მიზნით და მეორე ჯგუფმა რაღაცა ინტერესთა ორგანიზაციამ ადგეს და ეს ყველაფერი დრამატულად ეფექტიანად გაავრცელოს. ანუ თვითონვე დაქოქოს ახალი მედია არხები, თვითონვე წამოიწყოს ახალი ნიუს აგენტოების რაღაცა კამპანია და ამ ორ მანქანასთან მიმართებაში მოსახლეობა უძლური იქნება, არ ვიცი გახსოვთ თუ არა იმიტირებული ქრონიკის ამბავი. კი ბატონო. გახსოვთ რომ ეს იყო ძალიან ასე თქვა სატელევიზიო დონეზე ძალიან მარტივი, პრიმიტიული ტექნოლოგიებით გაკეთებული, თანაც საკმაოდ ძველი ტექნოლოგიებით, რაღაც უბრალოდ ჭრა გადაადგილება და ამან გამოიწვია რამხელა აჟიოტაჟი გახსოვთ ხო? ანუ სრული პანიკა იყო მთელს ქვეყანაში და ეხლა ეს ყველაფერი წარმოიდგინეთ AI საშუალებით, რეალისტური ტექნოლოგიები. ანუ არაერთი ვიდეო გვინახავს, რომელიც AI-ის გამოყენებით არის უკვე დამონტაჟებული და ძალიან რთული არის ხოლმე ეს შეუიარაღებელი თვალით და გამოუცდელი თვალით ამ ყველაფრის გარშევა ერთმანეთისგან. აი თქვენ საუბრის დასაწყისში ახსენეთ, რომ 2-3 წელში კიდევ უფრო ელოდებით, რომ უფრო მეტად შემოვა ხელოვნური ინტელექტი ყოველდღიურ ცხოვრებაში. აი რას გულისხმობთ, რომ გარდა იმისა, ალბათ რომ კიბერშეტევები გაიზრდება, დეზინფორმაციები უფრო მეტად გავრცელდება, აი კიდევ რა მოლოდინები გაქვს? ჩვენ გვინდა ეს თუ არ გვინდა, ჩვენ მუშაობთ AI-ზე. მეც თქვენც ყველანი ჩვენი მაყურებლებიც ვეხმარებით ამ ინდუსტრიას, რომ AI უფრო ჭკვიანი გახდეს. ანუ კონკრეტული მანქანები, კონკრეტული მოდელები გახდნენ ჭკვიანები. ანუ იცით ალბათ რომ AI სწავლობს რაღაცებს, ანუ ბევრ მონაცემს ვაძლევთ, მე ამ მონაცემისგან ქმნის ერთგვარ პატერნს, იღებს ლოგიკას და უკვე ამით მსჯელობს. ანუ რაც მეტ მონაცემს ვაძლევთ, უფრო ძლიერია, ხო? აი მაგალითად თუ შეგხვედრიათ ბრაუზერში მე არ ვარ რობოტი. და როცა უნდა აირჩიოთ სურათები. ესეც კი თქვენი აზრით რას ემსახურებოდა, ანუ მართლა გამოწვევთ ამ დროს Google-ი რომ თქვენ ხართ თუ არა რობოტი და თუ მონიშნავთ შუქნიშანს ან ზებრას გზაზე, ეს რეალურად Google-ს მართლა ეხმარება რომ თქვენ გაიგოთ რობოტი ხართ თუ არა? აბა? არა. რეალურად Google-ი ამას ხვდება თქვენი წინა ისტორიით, რომელ ტაბზე იყავით შესული, რამდენ ხანში დაკლიკეთ, ანუ სულ სხვა პარამეტრებით ხვდება Google-ი, როცა გეკითხებათ ხართ თუ არა რობოტი. ეხლა კითხვაა, რაში გჭირდება ეს სურათები მაშინ, ხო? რომელიც ხშირად ძალიან ესე ისწავლა AI-მ გარჩევა სურათების. თქვენ რეალურად როცა აკლიკებდით სხვადასხვა სურათებს, AI-ის მილიარდობით ადამიანი წვრთნიდით და ასწავლიდით ეცნოთ ძაღლი, კატა, სხვადასხვა ცხოველი, შეტანილია ხო? მეგობრებო. თამაშები, რომლებსაც თამაშობენ მოხმარებლები, შეიძლება თქვენც როცა თავისუფალი დრო გაქვთ, პოკემონის კამპანია გახსოვთ ალბათ, ხო? ძალიან ისეთი გავრცელებული ვირალური კამპანია იყო. ესეც კი ემსახურებოდა მაგალითად ქალაქის მეპინგს. ანუ ნაცვლად იმისა, რომ გარკვეულ სააგენტოებს ეკირავებინათ უამრავი, ასე ვთქვათ, კომპანია დაეხარჯათ რესურსი, რომ მანქანებს ეარათ კამერებით და ესე აღებეშდათ, ამას ჩვენ თვითონ ვაკეთებდით როგორც მოხმარებლები და ეს მონაცემები, ანუ big data გროვდებოდა და AI გახდა უფრო ჭკვიანი. და ჯერ კიდევ არ გვაქვს ნანახი. მესმოდა შენი შეძახება, არ გვინდა ჩვენ ხოლმე ამბობდით ხოლმე ადრესია. აი რაც თქვით საფრთხეებზე, ხო? ანუ მართლაც რეალურია. ლაშა, აი თქვენ აუდიოც ახსენეთ, ხო, ვიდეოსთან ერთად, აი რამდენად შესაძლებელია რომ თუნდაც ადამიანების საუბარი, ხმა და ასე შემდეგ. რადიო გაინტერესებს ხარ? ანუ აი თუნდაც მე გავრცელდეს რაღაცა ესე ვთქვათ ფარული ფალსიფიკაცია ჩანაწერები და ასე შემდეგ. კი, ანუ წეღარაც აღნიშნე კამპანია, ხო, ეს ქრონიკის მაგალითზე დაინტერესებულ ჯგუფს შეუძლია უკვე ახლა მაგალითად საქართველოში, დამაზე ბევრი არ ფიქრობს, შექმნას წარმოუდგენელი ქაოსი, რომელიც ძალიან დიდ პანიკას, შიშს, დესტაბილიზაციას და შეიძლება რაღაცა ლეტალურ შედეგებსაც იწვევდეს. ანუ გავრცელება ფარული ჩანაწერის, რომელიც დამაჯერებელი იქნება რაღაც კონკრეტულ კონტექსტში. გავრცელება გენერაციული AI საშუალებით ყალბი ვიდეო მასალის, რომ უცებ სადღაც X ადგილას, სადაც ნაკლები მოსახლეობაა და ვერ გადაამოწმეს პირველ წყაროთ ვიღაცა, იქ მოხდა რაღაც და აი ეს მოვლენა დაიწყო. ანუ ეს კვლევისთან მარმდენს იდეები მიცე, მაგრამ ეს რეალურად შესაძლებელი არის, ხო? და ამის დაცვის მექანიზმები ჯერჯერობით არ ჩანს. მაგალითად, ბოლოს უკვე დასასრულისკენ უნდა წავიდეთ და კონტროლის მექანიზმი 200 მილიონამდე თუ მილიარდამდე ხო, დიდი ინვესტიცია ჩადა მოკლედ.
და ძალიან ბევრი კომპანია, ძალიან ბევრი სახელმწიფო უზარმაზარი ინვესტიციას აკეთებს AI research-ზე. ევროკავშირის დონეზე ხდება ახალი რეგულაციების შემუშავება, ამერიკაში ეს არა მარტო როგორც პირველი საფრთხე, არამედ პირველი შესაძლებლობა და ფრონტის ხაზია. თუ ადრე იყო ბირთვული შეჯიბრი, ასე ვთქვათ, რაღაც რბოლა, ახლა ეს რბოლა არის ტექნოლოგიებზე, მაგრამ კონკრეტულად AI-ზე. ინდუსტრიებში დღეს მთავარი თემა მომდევნო 10 წლის განმავლობაში იქნება ალბათ AI, როგორც ნომერ პირველი ამოცანა და მეორე ამ ყველაფრის დაცვა ბუნებრივია უსაფრთხოება. თავარი სამიზნეები იქნება ეროვნული უსაფრთხოების ჭრილში, მაგალითად, ჯანდაცვის სისტემები, იმიტომ რომ ყველაზე მოწყვლადი და ყველაზე რთულად манипуლირებადი, ასე ვთქვათ, ინდუსტრია არის და ბევრი რამ შეიცვლება. ამიტომ ჩვენი იარაღები არის სიფხიზლე, მედიამ უფრო მეტად გააცნოს საკეთებთ, ანუ awareness ვეძახით ამას ცნობიერების ამაღლება მოსახლეობაში, რომ არ ვენდოთ უბრალოდ ნულოვანი ნდობა არის ყველაზე კარგი ინსტრუმენტი. თუ აქამდე სხვათა შორის shifti იყო იმისა, რომ მედიიდან გადავიდა მეტი ნდობა უფრო სოციმედიაზე, გვახსოვს ყველას ეს პერიოდი, ხო? და მედიას დაეკარგა ღირებულება. მე მგონი ახლა გაგვაქვს შანსი, რომ პირიქით გააკეთოთ, იმიტომ რომ ამდენ სიყალბეში მოხმარებელს გაუჭირდება დადგენა აუთენტურობის და ჩვენ ვიცით, რომ მედია, კონკრეტული ხალხი, კონკრეტული სტაფი, კონკრეტული ისტორიით, კონკრეტულ არხზე მაუწყებლობს და იქ მაინც არ ველოდებით ეგეთ რაღაცებს, ხო? სადღაც თქვენ ისევ გეძლევათ შანსი, რომ დაუბრუნდეთ, ასე ვთქვათ, თქვენს მაყურებლებს და გადმოვიდეს shifti აქეთ. ამიტომ პირველი ენთუზიაზმი ყველაფერს გააჩნიათ ცუდი, შეიძლება რაღაც კარგიც იყოს და იმედოვნებს ამას კარგად გამოიყენოთ. ხო, რაღაც პასუხისმგებლობა ვიგრძელოთ. კი ბატონო. დიდი მადლობა უნდა გითხრათ სტუმრობისთვის. შევახსენოთ მაყურებელს ლაშა პატარაია, კიბერუსაფრთხოების ექსპერტი იყო დღეს ჩვენი სტუმარი.